ადევნებთ თვალყურს იგივე სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით წარმოუდგენელ შავ კამპანიას უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის მათ შორის მებრძოლი ჯარისკაცების გაშავების კამპანიას, რომელიც არის ასევე დასპონსორებული, ფულს ხარჯავენ, რომ ებრძოლონ მათი გადმოსახედიდან მაქსიმალურად ეფექტურად ყველა ავტორიტეტს. იქნება ეს ჯარისკაცი, სამხედრო, პედაგოგი, ექიმი, ზოგადად ეს ტრადიცია ქართულ ოცნებას დაცული აქვს დღემდე. ყველა ავტორიტეტული ადამიანი მისთვის განურჩევლად პროფესიისა არის საფრთხე. და ვინ თუ არა ვაჟკაცი, პატრიოტი, ეროვნული სულისკვეთებით გამშვალული ქართველი სამხედროები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას იცავენ საქართველოსგან შორს და არა უბრალოდ იცავენ, არამედ ამარცხებენ მტერს ქართული სახელმწიფოსი, არიან ხელისუფლების ქართული ოცნების თვის მტრები. ეს არის ძალიან დასანანი და ვფიქრობ, ეს პოლარიზაცია წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ თავად შექმნა. პოლარიზაცია ქართულ ოცნებასა და პატრიოტებს შორის. ეს არის გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და გამონაკლისი შემთხვევა მათ სამხედროებთან მიმართებაშიც კი არ დაუშვეს.